ბაქტერიები მრავლდებიან ბინალური გაყოფის გზით. ბინაური გაყოფა არის უსქესო გამრავლების ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება პროკარიოტებსა და ზოგიერთ ერთუჯრედიან ეუკარიოტში. ამ პროცესში მშობელი უჯრედი იყოფა ორ ახალ შვილეულ უჯრედად. ეს პროკარიოტული ორგანიზმების გამრავლების ძირითადი მეთოდია. მოდით ავღწევთ ბინაური გაყოფის ეტაპები. ფერმენტების მიერ დნმ-ის რეპლიკაცია, ანუ გაორმაგება, რეპლიკაციის საწყისი წერტილიდან იწყება, რომელიც ქრომოსომის უბანს წარმოადგენს. ამავდროულად უჯრედი იწყებს სიგრძეში მატებას. დნმ-ის რეპლიკაციის პარალელურად უჯრედის შუა ნაწილში ტიხრი, გამყოფი კედელი იქმნება. იწყება უჯრედის კედლის, ანუ პეპტიდოგლიკანის სინთეზი. დნმ-ის რეპლიკაციის პერიოდში და ტიხრის წარმოქმნისას მიკრობული უჯრედი განუწყვეტლივ იზრდება. პეპტიდოგლიკანთან ერთად სინთეზირდებიან ციტოპლაზმური მემბრანის, რიბოსომების და ციტოპლაზმის შემადგენლობაში შემავალი ბიოპოლიმერები. ბოლო სტადიაზე უჯრედები ერთმანეთს შორდებიან და ორი განცალკევებული ბაქტერია დამოუკიდებლად აგრძელებს ცხოვრებას. უსქესო გამრავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი ისაა, რომ ყველა მიღებული უჯრედი გენეტიკურად იდენტურია, როგორც ერთმანეთის, ასევე მშობელი უჯრედისა. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს ანტიბიოტიკების უმეტესობა. თუ მშობელი უჯრედი მგრძნობიარეა ანტიბიოტიკის მიმართ, მისი ყველა შვილეული უჯრედი ასევე მგრძნობიარე იქნება ანტიბიოტიკის მიმართ. თუ მშობელი უჯრედის გენებში მუტაცია მოხდა, ეს გამოიწვევს გარკვეული შტამის რეზისტენტობას ანტიბიოტიკების მიმართ.